რეპერტუარი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მხარის უძველეს ფოლკლორულ ნიმუშებს აერთიანებს, ქალთა ანსამბლი მარგალიტე ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურ ტურნეს იწყებს. Განსხვავებული ინტერპრეტაციით აღჟღერებული სიმღერები და კონკრეტულ რეგიონზე მორგებული პროგრამა კონცერტებზე ანსამბლის ახალი ალბომის პრეზენტაციაც იგეგმება. ანსამბლ მარგალიტის წევრებს შორის საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელია. ასე შემთხვევით მოხდა. შესაბამისად კი, ანსამბლის წევრები რეპერტუარის შერჩევის დროს საკუთარი რეგიონის უძველეს და ავთენტურ ფოლკლორულ ნიმუშებს დიდი გულისყურით ეძებენ და სწავლობენ. რამდენიმე წელია მათ განსხვავებული ინტერპრეტაციით ასრულებენ კიდეც. რეპერტუარის საკმაოდ დიდი ჩამონათვალი აქვთ და ახლა როცა საგასტროლოდ ემზადებიან, არც ისე ადვილი აღმოჩნდა მათგან საუკეთესოს ამორჩევა. ამიტომ მოიფიქრეს რეპერტუარი იმ რეგიონის მუსიკის გათვალისწინებით შეერჩიათ, სადაც სტუმრობა აქვთ დაგეგმილი. ასეთი ამ ეტაპზე 5 მხარია. მარგალიტე ესე იგი ემზადება ტურნესთვის. დიდი ხანი არ ქონია ტურნე რეგიონებში, პირველ რიგში საქართველოში და ძალიან გვიხარია. ეხლა მივდივართ პირველი ჯერი ტურნეში გვაქვს გურიაში. ისე წლის განმავლობაში ვეწოვით 5 რეგიონს და ძალიან გვიხარია. ვფიქრობთ ასევე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად სრული სპექტრით წარმოვადგინოთ ის მრავალფეროვნება, რაც ქართულ ფოლკლორს ახასიათებს. და ამასთანავე ფოლკლორთან ერთად მოგეხსენებათ ჩვენს რეპერტუარში მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს არანჟირებებს, ქალაქურ მუსიკას და იმ ცნობილ კომპოზიციებს, რომელიც ყველას ძალიან უყვარს, მაგრამ ჩვენეული ვერსიები კიდევ უფრო სასიამოვნო და განსხვავებული მოსასმენია ხოლმე. ამას ხშირად აღნიშნავს ჩვენი ერთგული მსმენელი. ახალ აუდიო ალბომს სახელწოდებით ამბავი ჩემი მხარისა ამ ტურნეს ფარგლებში ერთგვარად საპრეზენტაციო ხასიათი ექნება. ალბომი 25 ნიმუშს აერთიანებს, რომელშიც თითქმის ყველა კუთხის სიმღერაა წარმოდგენილი. იმ გამორჩეული შესრულებით, რომელმაც ქალთა ანსამბლი მარგალიტე მსმენელისთვის დიდი ხნის წინ გახადა პოპულარული. ანსამბლ მარგალიტის რიგით მეორე კომპაქტ დისკს ეწოდა სახელი ამბავი ჩემი მხარისა. სწორედ ამ კომპაქტ დისკიდან შესრულდება ნიმუშები ტურნეში, რომლისთვისაც მარგალიტი ემზადება და ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურია. ჩვენი ნაშრომი უნდა წარუადგინოთ მისთვის ბუნებრივ გარემოში და ასევე ველით მათგან გამოხმაურებებს ადგილობრივ ეთნოფორებთან ურთიერთობას და დიდი მოლოდინი გვაქვს ერთ. ანსამბლ მარგალიტის კონცერტების ციკლი საქართველოს რეგიონში 19 ივლისს გურიაში ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში დაიწყება და 5 თვის განმავლობაში მარგალიტი საქართველოს 5 რეგიონს ესტუმრება.